დღეს 2026 წლის 12 ივნისია. საკალათბურთო პოდკასტი 48 წუთის მე-9 ეპიზოდს ვწერთ. სტუდიაში ვართ მე ზაზა ადეიშვილი, გიორგი საბა, გამარჯობათ. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია კალათბურთის გულშემატკივრებისთვის. მიმდინარეობს უდაძაბულესი ძალიან ისეთი მძაფრი დრამატურგიის სუპერფინალი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და ქართული კალათბურთის გულშემატკივრები ველოდებით გულის ფანცქალით საქართველოს ნაკრების დასკვნით მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. NBA ყველას ინტერესის თემაა, მაგრამ ჩვენ ქართველებს განსაკუთრებით ჩვენი ნაკრების თამაშის მოლოდინი გვაქვს და დღეს სტუმრად გვყავს საქართველოს ნაკრების ახალი ტალღის წარმომადგენელი, ძალიან საინტერესო კალათბურთელი და კარგი ახალგაზრდა კაცი ალექსანდრე ფევაძე. სალამი ალექსანდრე, ვისაუბროთ კალათბურთზე, ვისაუბროთ შენზე, ნაკრებზე, ნიუ-იორკზე, სან-ანტონიოზე და მოვიოხოთ გული. დავიწყოთ აი ეს NBA მაინც ჩაროზად შემოვინახოთ და დავიწყოთ ნაკრებით. როგორც ვიცი, დღე-დღეზე იკრიბებით და ემზადებით ამ ფანჯრისთვის, ორი თამაში, ორი გადამწყვეტი თამაში გვაქვს. ჩვენ გულშემატკივარმა იცის, რომ დანიის წყვილად დამარცხებით ფაქტობრივად საკვალიფიკაციოს მომდევნო ეტაპზე გადავდივართ, მაგრამ იმ ეტაპზე თუ მარტო დანიის მოგებებით, რომელიც სინამდვილეში მზითევად აღარ გავყვება იქეთ, გადავედით, შანსები ძალიან ისეთი იქნება რა, ვიტყოდი მიზერული. თუ არ გავიყოლეთ რაიმე კი არა, აი უკრაინასთან თუნდაც ერთი გამარჯვება, ან წყვილად გამარჯვება ეხლა ამ ფანჯარაში უკრაინასთან და სულაც არ გამოვრიცხავ თბილისში ესპანეთთანაც, ეს ესპანეთი ცოტა ვთქვა და ჩვენი ბულკი გახდა. ხო, საკმილოთაც გვექცა და ისეთი არა აქვს ეხლა ეს ფორმაცია ესპანეთის, არ არის ისეთი მრისხანედ გასოლების და ნავაროების დროინდელი და ლულების თაობა და თბილისში მით უმეტეს და აი პოსტ ევროლიგის და ABC ლიგის შემდგომი იმაში ფრუსტრაციაში მყოფი ესპანეთის აქ მიღება და მოჭიმვა მე მგონი შეგვიძლია ძმაო. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობას გეტყვით მოწვევისთვის და მადლობა რომ ამ საქმეს აკეთებთ. მართლა ჭირდება ქართულ კალათბურთს და ზოგადად კალათბურთს ესეთი პოდკასტები და თქვენი მაყურებელი ვარ, თითქმის ყველა ეპიზოდი აქამდე რაც იყო. სასიამოვნო. ნანახი და მოსმენილი მაქვს. ნაკრებს რაც შეეხება, ეხლა უკვე 15-ში ვიწყებთ შეკრებას ამ ორი თამაშისთვის და თქვენ როგორც თქვით ერთ-ერთი მინიმუმ მოსაგები არის აუცილებლად რომ გადავყვეს შემდეგ ეტაპზე, მე რომ შანსები გქონდეს გასვლის. ნუ თუ ორივეს მოვიგებთ, თლად უკეთესი იქნება. შენ კაი ქუდი გვახურია, არა ბოხოხი გვახურია, ორივე მოვიგეთ ხო? პირველ ეტაპზე ხო ისე იყო რომ ოპტიმალური შემადგენლობით არ ვიყავით რა, არც უკრაინასთან, არც ესპანეთთან. კი ბატონო. და ეხაც თან NBA-ის მოთამაშეები გვეყოლება. როგორც ვიცი და სულ სხვა თამაშები იქნება დარწმუნებული. ანუ ბიტაძეს და მამუკელაშვილიც კი, დაგვეხმარება ამ და ახალი ლეგიონერიც რიდის სახით. რიდიც ძალიან კაი შტაბეჭდილება დატოვა. ხო, ნუ დანიასთან დატოვა და აი ახლა ვნახოთ ეს ტესტი როგორ იქნება ჩაიარებული უკვე სერიოზულად. საკლუბო გონისაც კარგად გამოიყურება. გონი თურქეთის MVP გახდა, ხო? ჩვენი მაყურებლის საყურადღებოდ თუ მარკუს რიდი თურქეთის ლიგის ერთ-ერთი ზედიზე მეორედ თუ მესამედ ლიგის MVP გახდა, ალექსანდრე ჩვენი სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP-ა, ანუ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გვყავს დღეს სტუდიაში სტუმრად.
რა მინდა ესე იგი მაგ თემა მოდი ჩავშალოთ კიდე გავძლიერდით ასეთ შემადგენლობით წინა თამაშები ნახდათ არ გვითამაშია ახლა ბითაძე ოპტიმალური შემადგენლობა ამ წუთის ამ ფორმაციის ოპტიმალური შემადგენლობა უნდა იყოს ჯვარის წერია ვინმე რამე მიკროტრავმა და ეს გამოვრიცხოთ მაგრამ მე რო გადავხედე უკრაინამაც მიხაილუკი ჩამოიყვანა ხო ანუ ხო NBA-ში მოთამაშე ჩვენ გვახსოვს მიხაილუკი 15 წლის ბიჭი კი ნაკრებ დინამოს ბაზარზე ითამაშეს სამხანაგური 16 წლამდე და სხვადასხვა გამოირჩეოდა ჩვენი მხრიდან ლუკა ზაქრაძე და მეორე მხრიდან მიხაილუკი და ისე ლუკამაც არ დაუდო ტოლი მინდა გითხრა რომ დაახლოებით თანაბრად იჭერდა თან ლუკა მე ერთი კული წავა და დინამოს ბაზაზე იყო თამაში და მაშინ თქვით მიხაილუკი 96-იანების თაობა იყო გიო ეს და ერთი წლით უმცროსი იყო მიხაილუკი 97-იანი იყო 96-იანი 17-იანია მიხაილუკი 17-იანი კი და მაშინვე თქვით რომ ამ ბიჭ დიდი კალათბურთის თამაში შეიძლება პასაჟირია თუ თქვით და კარგებს როლებია პასაჟირის უკეთეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ დასაწყისში უფრო სტადი ტალანტი იყო რა. თულია ზოგადად ეს. ეხა სად არის? საკრამენტოშია თუ აქვს? საკრამენტოში. საკრამენტოში იყო. მე დეტროიტი. თითო წელი ყველგა ესე რეგიონში დეტროიტში, ხო. ეხლა არის მე მგონი საკრამენტოში. შარშანცენ იყო ბოსტონში. მაგის გარდა იქ ჩავხედე და NCAA-ის ორი ვიღაც მაჭვილიც და ნუ ესენი სუფთა რუსულ ტერმინს ვიხმარ აი ჭოვნაია ლაშატკას რო ამბობენ რა არ ვიცით ვინა მაგრამ NCAA-დან ვიღაც ორი უკრაინას ყოველთვის ჰქონდა ეს ისა ბაზა მოთამაშეების გაცილებით უფრო დიდი ვიდრე საკალათბურთო ქვეყანა ვიდრე ჩვენ მით უმეტეს ზაზამ ემახსოვრება და იცის რომ უკრაინა ყოველთვის იყო საბჭოთა კავშირში ალბათ გამორჩეული კიევის როიტელი და ერთი ჩვენ ესპანეთისთვის ვართ უხერხული მეტოქე ჩვენთვის უკრაინა ძალიან ევროზეც მოგვიგეს ხო არაფერში რო არ ეწერენ მაშინ მოგვიგეს ხო კი ამიტომ ჩვენც უხერხული მეტოქეა საკმაოდ ხო კიდე ის კოპინცე ვიყავთ ჰაპოელში თამაშობს ეხა მეორე პლანზეა იქ ლიდერი არ არის მაგრამ რაღაც პრობლემებიც არის ეხა უკრაინის მხარესაც პირველ რიგში რაც ხდება უკრაინაში რაც არ უნდა იყოს ჩვენ მე მგონი მაინც უკეთეს შემადგენლობა არის და თან სახში ვერ თამაშობს ლიგაში არის თამაში ხო რაც არის ერთ-ერთი პრობლემა უკრაინის ნამდვილად არ ვიხარია ეს პრობლემა პირიქით რას ქვია იმელი ხაზელიც ეხა მაგრამ რო ითამაში კოვიდის მაგარი ხო აქ რო გაგვაწამე კი ეგ მაგარი ბიჭია საბერძნეთში ირჯება სადღაც გონი ხო მაგრამ მე მაინც ვიტყოდი რომ ობიექტურად და რაღაც შემადგენლობის გამო ცოტათი ფავორიტია საქართველოს ნაკრები. ბითაძე ყავს იქ, მამუ ერთ-ერთი წელს მე-6 კაცი იყო წლევანდელ სეზონში, მამუ ყავს, თორნიკეა იქ. ორი მოთამაშე NBA-ში ბევრი ვერ დაიგვეხა. ევროპაში ბევრი ქვეყანა. ბევრი კი არა, გერმანიის და საფრანგეთის გარდა ესპანეთსაც ორი ყავს. ალდამა ყავს. ეხა ჰუგო გონსალესი ბოსტონში წელს. და всё. თურქეთსაც ორი ყავს, მაღლები, შენგუნი და ის ბონა. ის ბონას თურქობაში შენ აქვს ეჭვი, მაგრამ მე ბონას კალათბურთობაშიც პასპორტს რა უყოთ. პასპორტი კი აქვს. ესე იგი მოსაგებად მივდივართ. როგორც ყოველთვის. და ესპანეთთან ჩემი აზრით დიდი შანსი გვაქვს აქ. და შეიძლება საერთოდ რომ ორივე თამაშის მოგება შეიძლება. რათან ჯიკი გამოჩნდა რომ ჯიკის თუ სრული შემადგენლობა ყავს საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტი. ესპანეთს მგონი ყველა თამაში მოგებულია. ჩვენამდეც თუ მოიგო 5-0-ზე ექნება. ანუ კი ჭირდება შემდეგ მოგებებიც, მაგრამ იმდენად მოტივატ. მაგრამ ესპანეთი ალბათ ის გუნდი არა რომ მოდუნდეს, მაგრამ არა, ხო, არ არის მაგის იმედი სულ ბოლოში. ალექსანდრე, კიდევ ერთი ჩვენაც გვაინტერესებს ჯერჯერ დიდი გამოსვლება არ აქვს ნაკრებში და არც ჩვენა გვაქვს მისი, მაგრამ ჯიკიზე როგორ შეფასებას რა განსხვავება და უშუალოდ წინამძღვრთან შედარება რა მიცვლილებები თუ შემოგვიყვება. ვაი, რო წავაგეთ უკრაინასთან და ის ხო იცი ქართული ხასიათია მენტალობა ეს თუ რა არის რომ იმ წუთში ტალახის როლა ქოქოლა დააყარეს რომ სადნახეს ჯიკიჩი და აი შენ იქ იმ სამზარეულოში ტრიალებ და იქი ხარშები და ჩვენ პირიქით ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები ერთ ფორუმზე ერთ ჩემპიონატზე გაგვიყვანა მაკაცმა და იქ ესპანეთი და საფრანგეთი დააწყო ერთმანეთს გაგვიყვანა 8 საუკეთესო აი როგორი ტიპის
მწვრთნელია და ცოტა რომ მოგვიყვება. ხო, მაგას ახლა ვერ გავექცევით, რომ საუკეთესო შედეგი რაც გვაქვს ჯიკიჩის ხელში არის 8 გუნდში ევრობასკეტზე. რაც შეეხება როგორც ვთქვი, ანუ ზუროსიც და ჯიკიჩიც განსხვავებული მსვლელები არიან, თუმცა საერთო ისა აქვს, რომ ორივე ძალიან პროფესიონალი, ორივე დეტალებზე ორიენტირებული და ძალიან მომთხოვნები არიან რა. აი ჯიკის რაც შეეხება მართლა აი რასაც ქვია აი ექსენდოუს კალათბურთს რასაც ეძახიან აი ეს თვითონ დეტალები, კომბინაცია რა აი მაგაში ითვლება ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ტიპა და ანუ ხიადიწვევენი გადაცემში და რა შემდგომი ყველა თამაშა ჩემპიონთა ლიგის იმის ექს აი ყველაფერი იცის მართლა რა ექსპერტია ეს მაგ დონეზე ძალიან მაგარია რა აი მაგ თემაში. ანუ ეს შეხედე როგორც თეორეტიკოსი, ანალიტიკოსი უძლიერესია და როგორც პრაქტიკოსი მწვრთნელი, აი მე და გიორგის გვილაპარაკია და საბაც და მეთანხმება რომ პირველად ალბათ სხვა მწვრთნელებთან შედარებით ისე სწორად ანაწილებდა ევროპაზე როტაციას ისე აკეთებდა ამ ახალგაზრდა ბიჭებს ისე ენდობოდა გაბედული მწვრთნელია ხო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დობას გზნობს 12-ვე კავალბურთელი მაგ დროს როცა 12-ვე ჩართული არის რა თუნდაც 2 წუთით როცა გამოყავს კავალბურთელი მოედანზე მწვრთნელს უკვე სხვანაირი ატმოსფეროა გუნდში თუნდაც იმიტომ რომ კაცი რომ მოედანზე გამოდის მე უკვე ბენჩიდანაც სხვანაირად არის ჩართული ხო მოედანზე ცივი კაცი მაინც სხვანაირი არის რა და ეს თლიან თელ როტაცია ხო არ არის კალათბურთი მარტო 5 კაცის სათამაშო სპორტი ვერ თამაშობს 5 კაცი ესე მაგას თვითონაც ამბობდა და ცდილობდა რომ ეს შეეცვალა რა რაც რომ ანუ კი მართალია ლიდერებად დარჩებიან ყველაზე მეტი სროლა მათ ექნებათ ყველაზე მეტი ბუნებრივია მათ ექნებათ 3-4 კაცს თუმცა ანუ სხვებიც ვინც მოედანზე იქნება ანუ ის მოგვიხსნა რომ ყველა უნდა ესროლოს, ყველამ ჩააგდოს თავისი წვლილი შეიტანოს და confidence-ი ესე ვთქვათ მოგვცა რა, სხვა role player რო. გარედანაც შესამჩნევია იმამდესაც რა. ეგეთ ანუ ეს უსკული აღარ არის ბენჩსა და სტარტერებს შორის, რაც იყო რა, სულ იყო ჩვენაგრებში. და კიდე თამაშისთვის მომზადება, აი კონკრეტულ თამაშისთვის მომზადება აქვს, ჩემი აზრით ძალიან მაგარი და ვთვლი რომ ძალიან კარგად იცნობს აი ქართველი მოთამაშეებს და ქართულ ხასიათს ზოგადად და ანუ არასდროს არ მოგცემს მოდუნების საშუალებას. რა ეხლა დანიასთან 2 თამაში რო იყო რა, ნუ რა თქმა უნდა დიდი ფავორიტები ვიყავით და შეიძლება იქ განწყობა ცოტა სხვანაირი ყოფილიყო რა თამაშის წირო, ქართული ხასიათი რო აუცილებლად მოვიგებ და აი როგორც კი არ გვაძლევდა თუნდაც ავტობუსში, თუნდაც გვარჯიშე, ოდნავაც კი მოდუნების საშუალებას რა. ანუ ამას იცის ალბათ ეს ქართული ხასიათი, მენტალიტეტი რაც არის და ანუ არასდროს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. განსაკუთრებით კალათბურთია ესეთი რაღაც სპორტია რომ გადავალთ მაგ საკითხებზე 29 ქულა შეგიძლია 4-5 წუთში გაანიაო, ხო? თქვენ კი არა იმან ზოგიერთი გვარს არ დავასახელებ. და ჩემ თავზეც გამოცადე სულად. აი განიავება ბოლო წელია. მაგ განიავებაზეც მივიდეთ, ბარემ ჩვენ გულშემატკივრობდით ძალიან და გვინდოდა ბათუმში წამოსვლა, აი ბიჭები წამოსულიყვნენ და აი ჩართულიყვნენ იმ ატმოსფეროში, აი სუპერფინალის ქართული სუპერლიგის სუპერფინალის ატმოსფეროში. მაგრამ რაღაცა ტექნიკურმა პრობლემებმა შეგვიშალა ხელი და დავიიმედეთ თავი, რომ თესეუ იქიდან ერთ თამაშს წამოიღებს და მეხუთე თამაში შედგება თბილისში და ვებზადებოდით სათბილისეთ, რომ კარგი რეპორტაჟი, კარგი ინტერვიუები, გასახდელი, ყველაფერი გამოგვეტანა თქვენთან, ჩვენს გამომწერებთან, ჩვენს მაყურებელთან, მსვენელებთან და ყველაფერი ისე მიყავდათ თესეუს, რომ ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ბოლო ერთმანც უფრო ჩვენც ეგრე გვიდოდა და უკვე ეგრე გვეგონა, რომ მეხუთე თამაში იქნებოდა. თუმცა არ მოხდა ეგრე რა. ორივე თამაში ჰქონდა შანსი მოგების, განსაკუთრებით მეორე თამაში, მესამე თამაში, მე-3-4-ში 10 ქულას ვიგებდით, წინ გავედით. ტაიმაუტის შემდეგ 8-0 გაქცევა გაგვიკეთეს და დაბრუნდნენ თამაში, შემდეგ ბოლო წუთებზე წინაც ვიყავით, თუმცა ეგ თამაში დავთმეთ. მეორე თამაში კი უკვე ისეთი რაღაც მოხდა, წარმოუდგენელი ალბათ ეგ მომენტი რა, აი წუთი და რაღაც იყო დარჩენილი, ზუსტად არ მახსოვს, 8 ქულას ვიგებდით და აი კიდე რო ალბათ
100 ჯერ გავითამაშოთ ეგ მომენტი 99 ჯერ ესე ჩვენ მოვიგეთ. თუმცა ის ერთი იყო იმ დღეს და ეგრე მოხდა და albათ კალათბურთის ხიბლის და სპორტი რაც წინა სეზონშიც ხო გავს რაღაც დაგემართათ 2-0-ს უგებდით ქუთაისს. 2-0-ს გასვლაზე მოვიგეთ ორივე თამაში და 3-2 წააგეს მე სახლში მოუწია. და მაგის შემდეგ არ მეგონა ამაზე უარესი რა უნდა მოხდა და წელს ხო მოკლედ ძალიან ცუდად ორჯერ ხო თითქმის განაცხადებული. ზუსტად ესეთი რაღაცეებით იქნება სპორტსმენის გამოცდილება ჩემი აზრით. სამაგიეროდ თან გამოსვლას ვერ დავარქვით, იმიტომ რომ თესეოს ისეთი კალათბურთელები ყავდა ახალგაზრდებთან ერთად. იქ ბერიშვილი, ცინცაძე და შემდეგ გამოცდელი გუნდი არ იყო. უბრალოდ ხდება ეგეთ რაღაცები კალათბურთში და ვირო ანუ ჩვენ ფინალებში ჩვენ თავს არ ვგავდით რა ვერ ვაჩვენეთ ის კალათბურთი რაც გვინდოდა მე პირადად და თელმა გუნდმა და ნუ ბათუმსაც არ დაუკარგოთ ეს დამსახურებული ჩემპიონობა ნამდვილად ამ როსტერით შეიძლება ითქვას მოკლე როსტერი შეძლეს და ჩემპიონები გახდნენ ისე ბათუმელი კაცი პატარა ბათუმსაც ვარ მაგრივაც ძალიან რთული იყო ჩემთვის მაწინააღმდეგ თამაში მართლა ეხლა გავიზარდე მაგუნდის მაშინ სხვა და ბასკოს დარბაზი იყო თუ გახსოვთ როგორ არ მახსოვს ველოდებოდი როდის მოვიდოდა პარასკევი შაბათი და ბავშვობიდან ამ მაგუნდის ურებით მაგ დავიწყე თამაში და ჩემთვის სულ გულშემატკივრობდი ეხლა ბათუმს ფინალში რო გამოსულიყო თან გულშემატკივრობდი თან რაღაც გულის სიღრმეში არ მინდოდა რომ აწინააღმდეგ მეთამაშა რა ფინალიდან თუმცა ეს მაინც კარგი იყო რა პროფესიონალიზმი მოითხოვს რომ ჩემი ოჯახის წევრების თვალწინ ეს მაინც ფინალის თამაში ეგეთია კალათბურთი პროფესიონალიზმი ეგეთია მომავალ სეზონში ისევ თესოვში არ ვიცი ჯერ ხო მომავალ სეზონზე ეხლა ხარ ნაკრებზე ორიენტირებული მე ყველაფერი კი ბატონო შენიერი ნუ ძალიან დრამატული სუპერფინალი გამოვიდა და სამწუხაროდ მომთ ნუ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კი ძალიან კაი მეხუთე თამაში უფრო კაი იქნება უკეთესი იქნებოდა მეხუთე თამაში ყოფილიყო ზუსტია კიდე ბათუმში შექმნილი ატმოსფერო არის აღნიშნული რაც აკლია ქართულ სპორტს ზოგადად გულშემატკივარი და ჩემპიონატებს ფეხბურთსაც კალათბურთსაც ბევრი გულშემატკივარი აკლია და ეს რუზი აკლია მოედანზე ნამდვილად რა და ესეთი კარგი ატმოსფერო ბათუმში როგორ თან არ თამაშობდა ბათუმი ფინალებამდე მან და ფინალებზე დაბრუნდა და გაათმაგებული იყო ეგ ემოციები. მე იმას აიგებს მაგალითად სხვა გუნდების გულშემატკივრებიც ბათუმისგან სხვა ქალაქები კი აიღებს თბილისი როგორ აიღებს მაგის ის არ მაქვს დიდი რწმენა რომ მან სულ არის თბილისის დარბაზებს როდის გავაკეთე საიდან უნდა დაიწყოს ხარისხი უნდა გაიზარდოს კალათბურთს და ხარისხი უნდა მიიყვანოს გულშემატკივარი ანუ კვერცხი თუ ქათამი გულშემატკივარმა უნდა აკეთილი ინებოს და თვითონაც შექმნას ხარისხი ასე ვთქვათ შეიძლება გვისაუბრია ხა ბიჭები აი გუნდში სადაც ეს ბორებზე ვარ რაღაც ამ თემებზე რომ როგორ უნდა მოხდეს თბილისში ხა კი რეგიონებში სულ არის ხა გულშემატკივარი თუმცა თბილისში აი რომ ხშირად ძალიან რთულია დილით აი ადრე თამაში თქვა თუ გინდა საღამოს ამ გულშემატკივარი მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებიან ძალიან რთული მოტივაციის პოვნაც ძალიან რთული ამ შემთხვევაში რა რომ მაყურებელი ხმართლა განუყოფელი ნაწილია რა ეხლა ხო ბიჭო მხოლოდ ბურთის კაკულის ხმა რომ ისმის ესე რომ ამბობენ მართლა მე 6 მოთამაშე ეგ ხომ ახლა სიტყვები არ არის მართლა მაყურებლისთვის ხდება ეს ყველაფერი აი ან ის შენს წინააღმდეგ რო არის ეგ მაყურებელი ეგეც დამატებითი მოტივაცია შენ რო გეხმარება ეგეც ანუ იგივე ხარისხის თამაში რო იყოს მაყურებელთან ერთად და მაყურების გარეშე მაყურებელთან ერთად გეგონება რომ ბევრად მაღალი დონის რა თქმა უნდა აი რა მაინტერესებს იცი Black Fortress-ი აკეთებს რაღაც ახალს მაგ კუთხით აი როგორ მოგწონს ეგეთი მიდგომა შეგეს მეც მივდიოდი ხოლმე უყურებდი მაგის გამო აი რომ მაინტერესებდა რა იყო და ამერიკული სტილი თითქოს რაღაცა და ხო მაგ ვერ მოახერხეს ახლა გადმოსვლა სამწუხაროდ წინა შეუულია კიდე სადონ გადმოვიდნენ სხვა გუნდებმა მიბაძონ რომ მიბაძონ აი ეგ ზუსტად კი ნამდვილად კარგად მუშაობს გულშემატკივრის აი ზოგადად თვლი რომ ანუ ადრე მე როცა ამბობი ვერის ბაღში თამაშები იყო თქვენ გიგემახსოვრა ადგილს ვერ ნახავდიო აი მე ვერ მოვესწარი მაგრამ განამარტო იმ საბჭოთა პერიოდში ახლა საბონისი რო ჩამოგივიდო და ნაკრები ახლაც ავსებს დარბაზებს მაგრამ
ხო, მე რო დაიშალა საბჭოთა 90-იანებში ეს ვითა და თბილისი და კაქტუსი და ესენი 10000 კრებდა ისა სპორტის სასახლე და ვერისბახში 4 და 5000 კაცი. და იგივე შეგვიძლია ვთქვა ფეხბურთიც, ხო? ფეხბურთიც ეგრე იყო. ფეხბურთი ძალიან მალე დაიცალა. ხო, მაგრამ დასაწყისში ყოველ შემთხვევაში შეიძლება ის ეროვნული ისისი დასაწყისში მე გეტყვი ახლა დასაწყისში დინამოზე 100000 კაცი პირველ თამაშზე მოვიდა 100000 კაცი დინამო თბილისი კოლხეთი ფოთზე მოუგო ფოთმა 2-1 მოუგო ფოთმა და მეორე თამაშზე მოვიდა 5000 და მესამეზე 500 კაცი და 500 კაცს ეძებენ რეგრესია სანთლი არა ხო გავალბურში ნამდვილად ჩვენ ყავდა აქ მაგ დროს მოასპარეზე გავალბურცელები დეცემბერს ირაკლი ხოშტარია უყავდა ვატა იყო გურასპაული ვატოცი იყო და ხო ნამდვილად გაცილებით უფრო არ ვიცი ახლა თვითონ ხარისხი გავალბურთის მე არ მახსოვს ეს თამაშები დიდად ალბათ ხარისხი უკეთესი იყო ცოტათი ხო ალბათ ცოტათი შეიძლება შეიძლება არც იყო ხარისხი ეგრე გავალბურთი გამვითარდა და ცოტა ნაკლები გუნდი იყო და ანუ ის ვარსკვლავები ერთად ანუ კაი გუნდი ორი ამბავი იყო მან მასალია ლეგიონერები ვერ ჩამოდიოდნენ მაშინ და ეს ალბათ მინუსი იყო მაინც მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ კვალიფიციური კალათბურთელები ვერ მიდიოდნენ სხვა და კარგი ქართველები აქ თამაშობდნენ. კარგი ქართველები აქ თამაშობდნენ. და კიდე იყო სხვა ბალანსი, არასაკალათბურთო ბალანსი, რომ იცით რა, წასასვლელი, საყურებელი, გასართობი შეიძლება არ იყო ასეთი მრავალფეროვანი და პლუს მაგას ვირტუალურ სივრცეებში არ იყო ხალხი ჩაფლული და აი ამ გაჯეტებში და წვენებს კიდე მგონია რომ ეგეც ანუ რა თქმა უნდა კარგია რომ პირდაპირ რეპორტაჟია მაგრამ ეგეც ხო არ იყო მიზეზი რომ მაშინ ვერ უყურებდი ამას ლაივს და უეჭველი იქონდა მის ვერ გადმოახვევდი ხო მაგას იმაზე რა უეჭველი გამაზრდა აკურება ხო ერთია და საზღვარგარეთო თამაშობდა ჩვენი გუნდი დაწყნარებულ დროშიც კი სანამ არ დაბრუნდებოდა და თვითონ არ ჩამოიტანდა ამბავს რომ ასე ვქენით ასე დავამთავრეთო ვერ გებულობდი და ჟურნალისტებიც კი ვერ გებულობდნენ გოლი ხო დამალა დინამო თბილის კალცაისთან კოტე მახარაძე კი არა კალცაისთან არა მაგიც ნობილი შუტა ეროსი მანჯგალაძეს არის ერთი გოლი დანამალი და გამოაჩინა მე კოტე იმ კალცაისს რომ მოუგეს შეიძლება სოფლიო მოიგო კალცაისის ფინალში ვერ დამალავდა ის პირდაპირ რეპორტაჟით მომდიოდა კიდე მგონია რომ საკლუბო დონეზე ეს კულტურა არ არის გულშემატკივრობის აი როგორც ნაკრებზე ფეხბურთის გავალბურთის იუსება მაგრამ ეს საკლუბო დონეზე აი მაგალითად აი ქვეყნებში რა ეხლა სადაც სპორტი განვითარებულია მთელი ოჯახი ელოდება ამ უიკენდს რომ წავიდნენ ეს არის ჩვეულებრივი გასართო უიკენდზე წავიდნენ იქ რაღაც ჰოტდოგები ჭამონ ლუდი დალიონ ბავშვები წაიყვანონ და ანუ ამ თამაში ეხლა ანუ აქ საქართველოში ეგეთი თბილისში ყოველ შემთხვევაში არ არის მე მაქვს ჩემი ისა მიზეზი მაგის რა არის ჩემი აზრით ის არის რომ ის ქვეყნები რომელსაც შენახსენებ არის დიდი გამოცდილება აქვს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გესმის და ანუ ჩვენი შიდა სპორტი იყო საბჭოთა სპორტის ნაწილი. ანუ ქართველი გულშემატკივარი მაშინ გულშემატკივრობდა არა დაუშვათ გორისა და ზესტაფონის დაპირისპირებას, არამედ გულშემატკივრობდა ქართული კლუბების, ასე ვთქვათ, მოსკოვურ კლუბებთან დაპირისპირებას, კიევის კლუბებთან, ერევნის კლუბებთან და იყო უფრო მაგხრივ რა ეროვნულ მოტივებზე იყო მაშინ ჩვენი ეროვნულობა ვერაფერში ვერ გამოიხატებოდა სპორტში იმით რომ თბილისის დინამო იყო ჩათვალე ქართული იმის იდენტობა და რაღაცნაირად უპირისპირდებოდა 20000 კაცს დებდა ფეხბურთზე 10000 კაცი და ეს რომ დამთავრდა ის იმის აწყობა რომ რატომ უნდა ექიშპებოდეს გორელი ზესტაფონელს ვერ არ არის კლად მასე გავაკეთეთ რაღაც ლოგიკა აქვს გიორგი მრაშხვა თუნის დიღმელი და დანელი ერთმანეთს დინამოები ნაკრებები იყო მაშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ჩათვალე ნაკრები იყო და ნაკრებს მალეში ყოფდი მაგრამ ახლა თქვენ არ გახსოვთ ბიჭებო და მე ხო იცი ახლა დინოზავრი ვარ აქ და სამტრედია ლანჩხუთის დერბი იყო რაღაც ერთგვარი საფეხბურთოზე ვამბობ. ოკეი. 7-0 მოგვიგო ერთ წელს იქ ლანჩხუთმა და აქ რო ჩამოვიდა 6-0 ჩვენ მოუგეთ ეს მეორე ლიგა საბჭოთა კავშირის და ლანჩხუთი გადავიდა ბურთების ყვაობით გაგვასწრო
მაშინ გადავიდა პირველ ლიგაში. იცი რა ხარისხის ფეხბურთი იყო და რა გულშემატკივრობა. ანუ შენ გულის 15000 კაცი. მეორე ლიგაში იყო გულშემატკივრობა. ხო მე სანდრედიას 15000 კაცი ეჯდა ლანჩხუთთან, ბათუმთან და ასე შემდეგ ამ გუნდებთან 15000 კაცს ბერგამოს ატალანტა ვერ უყრის თავს. და ლიცი უნაიტედი და შეიძლება ლიცი ძლივს კი ბატონო. ხო ნუ მაგრამ შეიძლება იცი აი ფეხბურთი შემოგვეპარა, მაგრამ იყოს კაცო აი პარალელში აი ფეხბურთში უფრო მაგრად იმუშავებს მაგი, მაგრამ ვინძრო კალათბურთშიც იმუშაოს. აი თბილისი ფეხბურთშიც და კალათბურთშიც რამდენიმე გუნდითაა ხო წარმოდგენილი და ვერც ერთ გუნდს ვერ მოყავს მაყურებელი, იმიტომ რომ აი თბილისი უკვე დიდი მეგაპოლისია, მეგობრებო და რაღაცით ვერ აიდენტიფიცირებს თბილისელი, აი დიდი დიღმელი თესეუ მისი გუნდი როა ვერ ხვდები. რატო უნდა იყოს? მაგრამ დიდი დიღმის გუნდი რო იყოს, ვინც რომ მივიდეს, აი ფეხბურთში მივა. ხო იცი ლონდონური გუნდები როა, აი ეს არსენალი, ჩრდილოეთის ჩელსი და დიდარი უბანი დასავლეთის. ო ეს დღემი ღარიბი. თესეუზე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ჩვენ ანუ ნაღდად არ მოკლებია გულშემატკივრა, აი სტუდენტები და ანუ დიდი მადლობა უნდა იარონ კი. ბათუმშიც იყვნენ დიდი რაოდენობით. რომელი გუნდიც არ არის სტუდენტურთან დაკავშირებული იმ გუნდმას უჭირთ იმ გუნდებს რა. ხო, აი ვერ ხდება ვერავინ, რომ ეს მისი გუნდია რა. ეგაა ყველაზე სულ შეფასება მაგის. მაგალითად დიდი ოსტუ ვცხოვრობ თბილისში რა, ამ უბნელი ვარ და უშუალოდ არ ვიცი რომელი გუნდი არის ჩემი. და არის რომელი გუნდი ჩემი ამ კალათბურთში არა, ხო ალბათ ამ. პირდაპირ დაკავშირებული უბანთან, ხო რა. კი, მაგხრი რო წავიდეს, გეთანხმები რა, მაგხრი რო წავიდეს, აი ზუსტად აი დაკავშირდეს უბნებთან თვითონ კლუბები, ალბათ შედარებით გაიზრდება გულშემატკივარი და მაგ მონდის როგორ უნდა მოხდეს ეგ მექანიზმი არ ვიცი. ფეხბურთში ისე უნდა მოხდეს, რომ ის სტადიონები უნდა გაწიო გარეუბნებში. გლდანში იყო ამელი სტადიონი და ამელი თამაშობდა და გლდანი გულშემატკივრობდა და. ხო, მაგრამ კალათბურთში ცოტა რთულია სპორტის სასახლეების ესე განფენა, ასე ვთქვათ, ყველაობაში, ხო. აი ხლა ჩვენ ძირითადად 1 და 2 დარბაზით არ კალათბურთში გასაგებია რთული იქნება. რთული იქნება. რა მინდა ახლა ალექსანდრეს ვკითხო, ამ ჩემპიონატში ხო MVP და საუკეთესო მოთამაშე როა გასაგებია. იქ არც ისე ხელწამოსაკრავი ლეგიონერების გამოჩნდნენ და მეც მომეწონა ის თომასები და ესენი, მაგრამ მე უფრო ქართველები მაინტერესებს და ალექსანდრე, აი ვინ გამოჩნდა ის სხვადასხვა გუნდებში, ვის შეიძლება ველოდოთ რომ ჯერ შეიძლება გაფართოებულ სიაში მოხდეს და ხვალდაზე შემოგეშველოთ ნაკრებში. კი, ბევრს გამორჩეული სეზონი ქონდა ბევრ ქართველს. ნუ ეხა ოჩკიძეს ალბათ იცნობს, მაყურებელი არ სჭირდება, მაგრამ ოჩკიძე უყავს ნაკრებში. და პროგრესიც აქვს მაგბიჩი. მომატებული აქვს წელს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა არის, ძალიან დიდი ხანია უკვე სუპერლიგაში თამაშობს. 21-ის ხო? მე 22-ს ხდება წელს. 22-ს წელს 4-იანი. შეიძლება სამჯერ ჩემპიონი გახდა და ამ წარგენ ალბათ ამ კი და მაგარი ბიჭია. ხო, კიდე აი ბათუმიდან ლომიძეს ქონა გამორჩეული სეზონი, ყოველთვის არის ხოლმე ნაკრების კანდიდატი. ხო, ეს პატარა ბიჭიც არ არის ეს ლომიძე დათო, ხო? ხო, ჩემზე უფროსია. ჩვენ კადრის მიღმაც ვისაუბრეთ, რა ძალიან გვიჭირს და ძალიან მჭირდება მსროლელი კაცი. ეს ბიჭი ბავშვობიდან მახსოვს მე, არის ძალიან კარგი ისეთი პროდუქტიული მსროლელი და კარგი გაგებით, თავხედი, შემტევი, მშვენიერი დაცვითაც და არც ის არ არის ჯუნიორი ეხლა რომ არა გამოწვილი ხო გამოწვილი ბიჭია. მეც გამიხარდებოდა თუ ჯიკიჩის თვალთახედვის ახალგაზრდებიც თამაშობენ. საუკეთესო ახალგაზრდა მგონი ორ პრიზს აძლევენ მგონი. ლუკა კოტლიარევსკი გახდა და ალავიძე გახდა მგონი. კოტლიარევსკი არ გვეთიში თუ მეშტა მაგოჩი ხო? მან დაძლევენ მგონი ერთი ზუსტად მიქაძის პრიზს აძლევენ და მგონი თუ არ ვცდები გელად არსათის რა, ანუ ორი ახალგაზრდა თამაში პრიზი არის. მაგორბის მისცეს სულაბერიძეც უკვე რამოდენიმე წელია ახალგაზრდა არის ამერიკაში მიდის ხო. ეხლა სულა ამერიკაში. NCAA-ში მიდის ხო? ჩვენს ყავდათ ესეუში აროშიძე
ნუ ეხლა TSL-ში იმხელა როსტერი ყავა რომ მას არ უწევდა პლეი-ოფში პატარაცაა საკითხი მე მგონი 2006-იანია ძალიან კაი ბიჭი არის მართლა მონდომებული შეუძლია რომ ითამაშოს უკანა ხაზებია 3-4 ნომერი აქ ჩემი პოზიცია არის ვარჯიშებზე გვიწევდა ხოლმე თვალიდან კაი ბიჭი არის ძალიან ეს კოტლიარევსკი კაი ბიჭია ხო არ მინახია მისი თამაში და კარგი მცველია გრძელი ხელები აქვს ხო ისეთისა და სულ პატარებში მე გამოვარჩევდი ის რა ქვია ყავლაშვილია კაი ბიჭი ძალიან ეგ შარშანი იყო ჩვენ ხო ეხლა რაღაც ახალგაზრდული ლიგას ბაიერნ ხო გონი მე მგონი ზუსტად არის ეგ მეორე მათეზე ეხლა აღარ ვლაპარაკობ მეორე მათე მაგარია ევროლიგის მოთამაშე ხო მეორე მათე უკვე ნაკრებში ყავს და ვიცით რომ გვეიმედება კიდე ეს ყავლაშვილი ესვრის ძალიან მაგრა სამიანს ხო და ადრე თუ გვიან დაგვიდგება და ყოველთვის არსებობს 3 წელიწადში ერთხელ ჯარგო ბახტაძე კიდე პროცესი და ათუკა ბახტაძე ეხა დიერთის ათუკა NCAA-ში ხო დიერთის გუნდში ხო მედის მომცემ მოთამაშე ათუკა კაი ბიჭია ხო ათუკა უკვე წინახაზებია ცენტრია მაღალი და კარგი მოძრაობებით სრულით საიმე თაობა მოდის წარმატებებს ვუსურვოთ ყველა ახალგაზრდა ქართულ კალათბურთელს და მიმედი გვაქვს რომ მალე ვიხილავთ ახალ სახეებს ახალ ნიჩს ტალანტს ჩვენს ნაკრებში და NBA-ში. განსაკუთრებით უკანა ხაზში ვისურვებდი ისეთ ტალანტებს, როგორც მაგალითად იყო წინცაზე თავის დროზე, ხო, რაღაც გამორჩეული ტალანტი და თვისებების, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით კალათბურთი არის აგებული უკანა ხაზის თამაშზე, ხო? აღარ არის ისეთი კალათბურთი, რომ იქ ცენტრში პატრიკი ვიგებს გას და ჩაუტანო შაკირო იმან უნდა ითამაშოს. თან თუნდაც გადამწყვეტ მომენტში, რა ვთვლი რა ბოლო crunch time როცა არის, უკვე იქ უკანა ხაზზე დაართულია რომ იქ შიგნით და ანუ სამოვიდა კიდე ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ უკვე არათუ უბრალოდ პლეიმეიკერების ის არის კალათბურთი, არამედ უკვე სკორერი პლეიმეიკერები შემოვიდა რა. ყველგან ეგრეა. შენ უკანა ხაზში აღარ გევალება მხოლოდ ბურთის განოტანა და პასის გაცემა, არამედ შენ გევალება პირიქითელი თამაშის წაყვანა. 20 გოლზე მეტი უნდა დადო. სტივნეშის ნაირი გათამაშება. აი ხალიბარტონი წააგავს. ხალიბარტონი რა ქულებს კიდე. არა ხომ არა, ანუ კიდე უფრო არის პაზი ორიენტირებული. ბაციკაძის ისა რა ქვია ლექსიკონი. ხალიბარტონი კიდე არის პაზი ორიენტირებული. ვეჩემა უნდა არა ხალიბარტონი ისა მიქსია თქო მაგას გეუბნები ხოლმე მაინც ისინი აქვს შემორჩენილი თითქოს რაღაც მაგრამ ანუ დანარჩენი ყველა ისაა სკორერი თავ პირველ სკორერი იყო თავის გუნდში და ვერ ვიტყვით რომ ხალიბარტონი რაღაც ისა ძველებული როჟა მაინც ბოლო ძველებული გამთამაშებელი იყო ალბათ კრის პოლზეც ვერ ვიტყვით იმ ჯონ ვოლი ჩემი საყვარელი გამთამაშებელი არის კრის პოლი ნო ხო კრის პოლი ალბათ მაინც ხო და უბეჭდო დრო ამთავრებს ჯერ ხო არ დაუსრულებია კი გაუშვეს კლიპერსიდან და დაასრულა კლიპერსი ხო იდიოტების გუნდია მიიყვანეს ლეგენდა და გაუშვეს აუ დაჟე მე როგორც ვიცი იმაზე იწერებოდა რომ ევროლიგაში უნდა ჩამოეყარა კრისპოლი გარიცხა კლიპერსს ხო ხარო რომ უბეჭდო დაასრულა ხო ძალიან აი ხო 40 წლისა უბეჭდო ფინალებში იყო ერთხელაც მაგას შვილი არ ყავს და რამე შვილი ზოგიერთი ვით რომ დაელოდოს შვილის თამაში აი ხა რთული იქნება კრისპოლის სიმაღლეს თუ გავითვალისწინებს ეს მეორე კიდე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე კალათბურთელია ისტორიაში უდიდესი გამთამაშებელი ალბათ ბეჭედი არ აქვს. ნუ მეორე ოფციობას ირგებდა იდეალურად. სიმართლე რო ვთქვათ, იდეალურად. ნიუ-ორლიანსში არ ყავდა ისეთ ბევრი წელი გაატარა და ისეთ გუნდში არ იყოს რა შეიძლება. ბალაგონში და ფენიქსში იყო. არ გაუმართლა კიდე ჩემი აზრით. ჰიუსტონში არ გაუმართლა. კლიპერსიც იქ ჰიუსტონში რომ დაიმტვრა იმ თამაში. იქ არ გაუმართლა. თორე გააგდებდა იქ ჰიუსტონი. თორე ჰიუსტონი მან და ეხა ჰარდენსაც ბეჭედი ექნება. კაი იქნებოდა. ყველა ესე მისით მოვიდა ეს თემა ჩვენს პოდკასტში, მოვიდა NBA. და ნელ-ნელა მიგვიყვანა ჩვენმა ჯუნიორებმა, ახალგაზრდებმა ის ათუკა ბახტაძე რო ვახსენეთ, ხვალ საქართველოს ნაკრებშიც უნდა ითამაშოს და საბამ აქედან მოგვაწია სიტყვა რომ NBA-შიც უნდა ითამაშოს. ორ კაცზე არ უნდა გავჩერდეთ ჩვენ კაცო ამხელა ქვეყანა ვართ. ორი კაცი მოსატანია NBA-ში უნდა გაუმრავლდეთ. გასაკვირველია და აი ამ NBA-ის ასე ვთქვათ ფინალში ვართ ახლა გასული და ძალიან მაგარი თამაშები იყო. ჩვენი წინა პოდკასტი ჩავწერეთ ჩემო ბატონო შესანიშნავ სტუმართან ერთად, ზურათ ალაკვაძე ყავდა სტუმრად და
კაცი აი სან ანტონიოს ესეთი გულშემატკივარია. ლეგენდა გულშემატკივარი. ხო. საოცარი გულშემატკივარი, აი ლამაზად რო გულშემატკივრობს და ესე გულიანად და გულდაწყვეტილი იქნება. ხო, ის ერთი თამაშის წაგებით იმხელა ის ტრაგედია არ იყო, ჩვენ თქვით რომ სან ანტონიო იქედანაც რაღაცას წამოიღებს და მერე ისეთი ორომტრიალი დატრიალდა. ვისაუბროთ ამ თემებს. მეორე თამაშზე აი მე და რამდენიმე რაღაც თქმა მინდა რაც თავი მოვილებ და მე გამოვიდ თქვენთან რა პირველი ის რომ დავიწყებ ნიუ-იორკში შექმნილი საკავალბურთო თემებზე გადმოვინაცვლებ ნიუ-იორკში შექმნილი სიტუაციიდან რა ანუ ბიჭო გასაგები შემატკივრობასაგებია ყველაფერი მე იმას არ ვამბობ რომ შრიამუზე არ ვამბობ და აფეთქება ეგ ბაგან პარის სენ-ჟერმენის ჩემპიონატს მოხდა და ეგეც სუდია უწყავენ სან ანტონიოს ფანებს იმიტომ რაღაც გიხარია სხვანაირად აღნიშნე მაგრამ ყველაზე სუდი რაც მოხდა რაც დავინახე სპერსის გულშემატკივრები თითო-თითო რომლებიც ჩამოსული იყვნენ ავე 100-კაციანი მასში ალყაში ექცეოდნენ და გასისხლიანებდნენ ხალხს რა ისე სცემდნენ რაღაც აი პაპუასები ვით რა რომ აი პაპუასები რას თუნდაც არ ჩამითო მე იმას არ გულისხმობ რაღაცა სულს ანუ ზოგადად რა მართლა მაიმუნები ვით იქცეოდნენ და რა სერიოზული ძალადობის ფაქტები მოხდა რაც არ ვიცი შეიძლება იმიდან არის გამოწვეული ნიუ-იორკის ამდენხნიანი ნანატრიის არის და რაღაც მაგრამ 60 აი რა არ მოსულა და მით უმეტეს კალათბურთში არ მოსულა რა ფეხბურთში გვინახავს გავსი რაღაცები და ტრაგედიებიც გვინახავს მათ შორის მაგალითად ის ლივერპულის ვიზელი და ტრაგედია და ის იუვენტუსის შორის მაგრამ კალათბურთში რატომღაცა კი არის ევროპაში პარტიზანის და რაღაცების ფანები ისეთი როჟები მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ზღვარგარდასული ძალადობა რაც ნიუ-იორკში ვნახე მე არ მინახავს არასდროს იმიტომ რომ მე ესე წარმოდგენა მქონდა რომ კალათბურთის თვითონ მოთამაშეც და გულშემატკივარი ცოტა რაღაც შედარებით ინტელექტუალი და ისეთია ვიდრე ფეხბურთის რა ესეთ მე ესეთი არ გინახა ფეხბურთის ესეთი სტერეოტიპული წარმოდგენა მაქვს NBA-ში მით უმეტესთან ხსადგენ რაც ნახე იყო რავი საზარელი და საშინელება და ამან კიდე გაამძაფრა ჩემი მე მაინც ნიქსისკენ სპერსმა დაადუმოს ეს უზრდელი ხალხი და ვეღარ დაადუმოს ძალიან გამიწყდა მესამე ის აი ხა ბოლო თამაში რაც მოხდა რა პირველი თამაში იქ ნიუ-იორკში მოიგო სან ანტონიომ და მაგარი თამაში აჩვენა და იმაზე მეტად მინდა რომ აი ბოლო თამაშზე კონცენტრირდეთ ეს იყო რაღაც აბსურდული წაგება სან ანტონიოდან იმიტომ რომ იგებდა 30 ქულას ყველაფერი თავის ხელში იყო მისდიოდა თამაში 29 ხო შეტევაში თამაში მისდიოდა დაცვაში უმაგრესი იყო რავი სასწაულდასოს თამაშობდა მეოთხე პერიოდამდე, მეოთხე პერიოდში მესამეს ბოლოს პატარა კამბექი გაუკეთა იმან ნიქსმა და 15 ქულამდე ჩამოიყვანა, მაგრამ მეოთხე პერიოდის დასაწყისშივე 20-მდე გაიზარდა ისევ სხვაობა რა, პირველი ორი ბურთი სპერსმა ჩააგდო, ხო? და 8 წუთი არის დარჩენილი და სუპერფინალში იგებ გადამწყვეტ თამაშს, სადაც მოგაქვს სერია ისევ სახლში და მოიდის უპირატესობას იბრუნებ 20 ქულით, ხო? 8 წუთში 20 ქულა უნდა გაანიავო და როგორ უნდა გაანიავო რა? როგორც გაანიავოს და ყველაფერი ისე რომ 100-დან 100-ვე უნდა დამჯდარიყო ნიქსისკენ. შეტევაში დაამთავრა თამაში სპერსმა. იქ ვერ უტევდნენ. აი ეს დობერმანები ნიქსის მცველების რა თქმა უნდა დააძლია ამუშავდნენ გააზიარეს შეტევა, მაგრამ სუ ბოლოს რას მოხდა? აი მომენტამდე სოციალისტებს აფეთქებულია მაგ მომენტით, რა მოხდა ბოლოს, ხო? არა მე ვასება ბიჭო ფოქს. რა გააკეთა და არონ ფოქსმა, ხო? ანუ ერთი იქამდე არ უნდა მე მარტო ფოქსი არ გადმოვიდა ნამდვილად ეწოლას რა, იმიტომ რომ ცოდუო ტიპი, აი მე არ ვფიქრობ რომ ფოქსის ყველამ წააგო ეგ თამაში. იქ 29 ქულას როიგებ. ვემბი მეორე საჯარიმო გააფუჭა. არ მიიყვანო ბოლო წამამდე და ბოლო ქულამდე, ხო თამაში, მაგრამ რაც ფოქსმა გააკეთა, ანუ ჩემი აზრით იმ ხელ კვალიფიციური ისეთი მოთამაშის გამოსვლილი მოთამაშის როგორც დანო ფოქსი შეიძლება ეგ შეშლო და ჰარპერს. ოკეი, შეიძლება რა, არ უნდა შეშლო, მაგრამ ოკეი. მაგრამ ფოქსის გამო ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო მსგავსი რამ, რომ ბურთი შემთხვევაში შედის. სტრაფი ფეხები გაქვს, გამთამაშე შეგიძლია რომ ეს ბურთი 1-5-6 წამი კიდე ათრიო მოედანზე, მერე დაჯარიმდებიან და ესვრი თან კარგად ესვრი საჯარიმოს ფოქს. რაღაცნაირად გარანტირებული გაქვს ოვერტაიმი, ხო? არ მიუტევებელი შეცდომა იყო, მაგრამ ფოქსი ტრავმამდე მithumetes იმდენად სწრაფი, ყველაზე სწრაფი თამაში იყო, ალბათ ეგონა. ლიგაში ყველაზე რა. ალბათ ეგ ვფიქრა, მაგრამ ტრავმამდე რა. ცალი ფეხი თამაშობს ამ პლეი. მაგრამ დამგერიც იყო და ჯამპიც ყო. თორე მან ეხა სწორი თამაში რა თქმა უნდა, დროის გაყვანა იყო დიდ დროს ეხა და დაჯარიმდებოდი რა თქმა უნდა. ნუ მაინც ეგ შეიძლება ეგრევე თვითონ თქვა ხო იცი, საჯარიმოს გაფუჭებას მერჩინო ორი ქულა ამეღო. და ბერი მიხსნიო დამეწეოდაო. რაღაცთან
ნელა შევიდა თითქოს არც ახტა არ ეგონა რომ ანონიმი მიასწრებდა მან არის საუბრა კიდე გუადალას და ლებრონის ერთ მომენტზე არ იყო კიდე აქცენტი მან სხვათა შორის ჯარიმა ხო არ იყო ფოტო ნახე რაღაც ხო ანუ ჯარიმა გონი ჯერ ბურთზე მიდის მეც ეგრე დავინახე ეხლა მასე ნუ ჯარიმა იყო თუ არ იყო ყოველ შემთხვევაში ეგ მაგაზე აი არავინ არ გაიხსენებს ამდენიმე წლის შემდეგ ყველა გაიხსენებს იმას რომ იქ წააგო ხო და ეგ ჯარიმა ხო მე მგონი იყო ჯარიმა ვიდრე არ იყო მაგრამ ეგ მოედის ფაქტორმაც და იმ რაღაც დინამიურ მომენტმაც ყველაფერმა თავის იქნა არც Fox გამოუხატავს დიდი პროტესტი და Fox-მა ინტერვიუში თქვა რომ დამაფარაო კარგი ბლოგი აიღო ოჯი არც ხო ალბათ გამოუცდელობის თემა და მაგის შემდეგაც კიდე რაც მოხდა მაგის შეიძლება ევროლიგაში დაგიჩნდა ნუ ანონობის ფუტბოლი კიდე იყო ეს ანონები არის ჩემი აზრით მანდას და რომ Fox-მა დაუშვა შეცდომა დასვაში სხვათა შორის მე ზუსტად ესე იყო გადავიდა ვემბანიამ იჭერდა იქ შემტევს ბრანსონს იმისი დიდი ხელების გამო სავარაუდოდ ეგ ალბათ თნელის ის იყო დავალება რომ სამიას ესვრის დიდი ალბათობით ან ესვრის ყოველ შემთხვევაში და დაუდექი შენ ვემბანიამას გარეთ გამოსვლით ის მოხდა რომ უფარი დარჩა მოშლებული მაგრამ აი კაი ოკეი მაგრამ გვერდზე იყო Fox-ი სხვა კაცთან რა მეორე მოთამაშეთან ანონომისთან იყო და არ გადაკეთე დაბლ თიმზე გადმოვიდა რა ანუ თავიდან გამოვიდა დაბლ თიმზე ჯერ ერთი იყო არასწორი იმიტომ რომ შეიძლება იმას პასი გაეცა კარგი მსროლელი ანონომისთვის და wide open სამიანი გაიშვა ბოლო წამზე ანონომის ეს ერთი და ეგ არ მოხდა ბრანსონმა მისი ვარსკვლავობით ისროლა სამიანი და იქ სრულიად მარტო დარჩენილი უჯი შედის ჩვეულებრივად ესია და ეგრევე შედის დაუშვათ Fox-ი ანონომისთან ნუ იქ ტანს დააყენებდა და არ შეუშვებდა და ყველა თავის კაცთან იქნებოდა ანუ შეტევაშიც და დასვაშიც Fox-ი სასწაული კამბექი იყო ჩაიცვალიქსის ფორმატი სანამ გონი ყველაზე დიდი კამბექი ხო ისტორიაში დალასი იყო და გადაასვლა ფინალების ისტორიაში სუპერფინალის მაიამისთან იყო და ეხლა მაგა ანუ ისეთი შტაბეჭდება რჩება რომ საანტონიო ყველა თამაშზე ანუ ახლოს იყო მოგებას მეორე თამაში ხო ახსენეთ ის ვერბანიამას შეცდომა ეხლა თუმცა ანუ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი არის, მგონი მეორე ყველაზე არის. პორტლენდი იყო 70-იანებში. ისინი უბრალოდ ისინი წევენ ბენჩის მოთამაშეები წევენ, მაგას აქვს რომელიც არ თამაშობენ რეალურად, თორე ისე შემადგენლობით მართლა ყველაზე ახალგაზრდა. ბიომბო და ოლინიკი და ისინი წევენ. თორე რეალურად ყველაზე ახალგაზრდა. პორნეტი ახალგაზრდა. არა. 27-ის ტურის. ბიომბო კლამდეს. ბიომბო არის 40 წლის და ის ბიომბო ოლინიკი და ჰარისონ ბარსი და ეს კლამბლობის ბრალისა, თუმცა თვლი რომ ეგ ახალგაზრდები რო არიან, პირიქით ეხმარებათ კიდეც რა, ანუ ზედმეტი ის არა, აი გამოსილებას თან ახლავს ის ზედმეტი ფიქრი და ეს და ამათ ეს მთელი პლეიოფ ოკლაჰომას რო დაამარცხებდნენ მე ნამდვილად არც მე არ მეგონა. არავის არ გქონდა. მთელი რეგულარული 4-დან 3 თამაში მოგეს გონი. 5-დან 4 მოგეს ერთი თასზე თუმცა ისიც მაინდოს რომ ოკლაჰომას ტრავმები ქონდა. მეორე ოფცია არ ყავდა. ოკლაჰომა ჯერალ უილიამს მოუგებდა აუცილებლად. ბოლოს ისე ჩამოყალიბდა რომ მიჩელი მესამე ოფცია იყო მან უკვე ანუ პლეიოფი. არა სრული შემადგენლობით მოუგებდა ოკლაჰომა დარწმუნებული. საუკეთესო გუნდი იყო და ნიუ-იორკსაც მოუგებდა რა. უეჭველი. თუმცა ნიუ-იორკსაც ეხა ეპატიება შენ რაც თქვის რაც ნიუ-იორკში ხდება ამდენი წელი არ გასულა. მართლა მე 72-ში მოიგეს ბოლოს. ჩემპიონობა და ფინალში იყო 99-ში და 4-1 წააგეს ანტონი. ხო და ალბათ ეპატიება და შეკრიბეთ ნახევარ საუკუნეზე მეტი გამოდის. 50-ზე მეტი. ვინებმა არ მოიგო საიდან ტორონტო კლივლენდმა მილუოკიმ და ყველა ფრენჩაიზი რაღაც ხო ოკლაჰომა და სადარ წავიდა ისა რა ქვია ბიუჯეტი არის ნიუ-იორკში რაც ხდება ვინ შეიძლება ვიძახდი რომ ალბათ ყველაზე მაგარი ადგილი ეხა სადაც შეიძლება იყო რა თან ფინალები არის თან ბილეთები იწყება ფლიო ჩემპიონატი არის ბილეთის ფასი იწყება $5,000-7,000 ეხა წარმოვიდგინოთ და უკამბიაკო სანატორი რა მოხდა და თან ეხა თოფურიაშვილის ხო არის ეხა მან ვერ მოხდები თოფურიაშვილი ვაშინგტონშია ვაშინგტონში თეცახში მან ეხა ჩვენ ვერ მოხდა ვერ მოხდები ხო ნიქსზეც ვერ მოხდები ალბათ ნიქსზეც ვერ მოხდები ვალებს თუ არ აირებ თან სოფლიოზე ვირია ანუ რას ფიქრობ სან-ანტონიომ დაგვინთა თქვენი შენ რა ზეთ ეხავე დაყვინთო გამოვა მაგი მიდან 4-1 შოკია просто თუ არა აი ყველა თამაში თითქოს სან-ანტონიო იყო ცოტა უკეთესი 3-1-ია რა ერთხელ მოხდა მაგეთ რაღაცა ანუ ეხა დახურავს ეხავე დაამთავრებს ეხა იქვე მე ეგრე მგონია
სან ანტონიოში და ეხა სან ანტონიო მოიგებს და მე უბრალოდ თითოეულს ვფიქრობ, ხო, იქეთ ვფიქრობ. ნიუ-იორკ კიდე ერთ თამაში ნიუ-იორკში ყველას აწყობს ფონი და. აი, ახლა მე გეტყვით ჩემს ჩვენ ვართ აქ ორაკულები რა, რაც ვიცინასაკუთრებით. ყველაფერს უკუღო. მეც ეგრე ვარ. ოკლაჰომა მოიგებსო ის ესე. ხო და აი ახლა მე გეტყვით ერთ რამეს. თუ სან ანტონიო გამოვიდა ამ შოკიდან და აი ეს თამაში არ გაატანა ტეხასიდან. ეს თამაში თუ არ გაატანა ტეხასიდან და ამოისუნთქა. მე ბოლო ერთ თამაშია. მე გეუბნებით თქვენ რომ ბიჭო მე დავდებდი მე სან ანტონიოზე. იმიტომ რომ ნიუ-იორკიდან თამაშის წამოღების რაღაცა გემო გასინჯა, მეორე თამაშიც მოგებული ხონდა და ძალად გაატანა. ანუ ის რომ მედისონ სკვერ გარდენში ამ ბიჭებს რამეს ეშინიათ არაფრის არ არის დიდი გასჯერტი აი პროსტა რეალურად ობიექტურად რო თქვა ანონობის თუ არ მიერწყა ის ხელი იმ ბურთზე გამოგებული ხონდა სერია ტიპს და უეჭველი სერიის დაწყებაში თქვენ გეგონათ სერიის დაწყება მე მქონდა ნათქვამი რომ ოკლაჰომა ოდნავ ნიქსისკენ ვიხრებ თავიდან ნიქსი თუ სან ანტონიო აქ იკვა და ბევრმა შევთანხმდით ამაზე რომ თუ ოკლაჰომა გავიდა ფინალში თითქმის უშანსოდ რჩება იქ ნიუ-იორკი მაგრამ თუ სან ანტონიო გავიდა ნიუ-იორკს აქვს შანსი ეგ ახლა რომ კარგი მეჩაპი არის კარიან სუსტად არის ალბათ საუბრისო სროლერი 5 ნომერი მაგრამ ნოვიცკის 5 ნომერი არც არის 5 რა ხო თვითონაც აღიარეთ თქვენ რომ საუბრისო სროლი ვარ 5 ნომერი პერიმეტრი სამია გონი მართლა არის რა არის კაი მეჩაპი იყო რომ ვემბანიამა გამოიყო სხვათა შორის პირველ სამ თამაშში არ ქონდა მეოთხე მოთხრეთში ქულა აღებული თავს მეოთხე მოთხრეთში და ეხა ბოლო თამაშში ჩაღარა პირიქით ან პირიქით გავიგეთ მეოთხე მოთხრეთში ბრანსონიც თამაშ და ანუნოვიდან მაგრამ ბიჭო თავს მაგარი პლეიოფები აქვს ზოგადად და კი თამაშია ძალიან კაი ყველაზე მაგარი ანუნოვი არის ბრანსონია მაგრამ MVP ფინალების არის ანუნოვი აი როგორ თქვა გადამწყვეტი არის ჩემი აზრით ის მომენტი რომ ხო აი მე მოყვებით რომ ანუნოვი თავს ამოყავს ასე ვთქვა ვემბანიამას აიძულებს რომ ზევით მაგრამ MVP-ს მაინც ბრანსონს მიცემ MVP-ს მაინც ბრანსონს დამსახურებულად მაგრამ ანუ მოაგებიეთ თქვენ ანუ თუ მოიგო არა თუ მოიგო ჯერ ეგრევე 3-1-დან ფინალში ერთხელა დაკაჩული და ეგეც გააკეთა ლებრონმა ეხა მეორე და ეგ ვემბანი ეხა მეორე დაიკაჩი და ირვინგმა გააკეთა და არ არის ეგეც მარტივი რა შეუძლებელია მარტივი არ არის შეუძლებელი იყო ის კარის გოლდენ სტეიტს დაუკაჩეს იქ ლებრონი იდგა და ირვინგი და აგას ეხა ამ ნიუ-იორკთან კი არ ვაკნინებ, მაგრამ ეს ნიუ-იორკი არ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ვერ მოუგებ თამაში. ზედიზედ 3 თამაში მოიგო. დაემართა ის, რომ იქეთ ბოსტონმა ფილადელფიას რატო გაატანა ის სერია. ბოსტონს გააგდებდა ნიუ-იორკი. ბოსტონს ნიუ-იორკი. წელს ბოსტონის სუსტი იყო მაინც. თუ ტეიტუმი არ მოკვდებოდა და არა, ნიუ-იორკი სადაც არის იმას ნაღდად იმსახურებდა, ყველაზე დაბალანსებული და ყველაზე კარგი გუნდი აღმოსავლეთიდან ნიუ-იორკი იყო უდაოდ. საუ მაგარი დაცვა. პირველი მეორე ოფცია ბრანსონი რა იხედავთ რა კალბურს თამაშობს ტიპი და რამხელა ყვერები აქვს რა როლის. იმენა კლაჩი აი იმენა თავიდან. ხო, ნუ კარაინდონ თავს ხა ერთ-ერთი გამორჩეული მაღალია ბოლო 10 წლებში, ხო? ოუჯი? ჯამრთელი ოუჯი მაგარი. ხო, ანუ ბიკალ ბრიჯის იჯოშა, შავსამუშაო. მაგარი, დეკადის ცოლები არიან რა ბოლო ტიპები. ანუნობიც და ბრიჯისიც არიან არანორმალური დონის ცოლები. აულარადომ რა ითამაშა ბოლო თამაში? თუნდაც. ანუ ეს all player-ებიც ბოლოს არა შამედის მაგრად გამოიყენეს. შამეთი სასწაულად. ეხლა ვერ თამაშობ. ზამიკო ნიჭიო, აი გალაქტიონმა რომ ბძანა, ნიჭი სან ანტონიოში არის 10 ჯერ მეტი. და ბოლო ნიუ-იორკში და იქნება ადგეს ეს ტიპი და ვები მისი მაქსიმუმი და. გეუბნებით ამ შოკიდან თუ გამოვიდა ამ თამაშით, სან ანტონიოში თამაშით და 3-2-ზე დაბრუნდა მედისონ სკვერ გარდენში ძმაო მოსაგებია ნიუ-იორკს და რანაირად მოიგებს აგაში მეც ნიუ-იორკის დაწვა მე ნახე მე გაგოსამბობ სანღორებს დაუკაჩა თავრობა CIA ჩაირევა რომ არ მოუგოთ თამაში მოკლედ ის დესი იქნება ნახოთ რა საინტერესო იქნება ეს არის ხო მაგარი ფინალები გონი გაფცენის ეს მაგარი ფინალები გუცა მოდი ფევას ჩვენ ფევას ხო საკალათბურთო გემოვნების პორტრეტიც დავხატოთ, ოღონდ გავყოთ NBA-ის პორტრეტი, როგორც ვიცით, ცალკე, ჩემო ბატონო და აქეთ ევროპული კალათბურთის და ქართული კალათბურთის ცალკე.
კითხვით დავიწყებ. რომელიმე გუნდი ყავს შენი მაინც? კალათბურთში NBA-ში ეგრე საყვარელი გუნდი აი როგორც ფეხბურთში მყავს ბარსელონა რა, გულშემატკივარი ვარ. ძალიან მართლა გულშემატკივარი მესის ბარსელონა. რეალის ფანობიდან წამოვა ისა და ქვია. ხო, არა, და კალათბურთში ეგეთი კლუბი არ მოხს, უფრო მოთამაშეები რა, რომელთანაც ესეთი აკავშირებს რა. თუმცა ერთი გუნდი რო ავირჩიო, ლოს-ანჯელეს ლეიკერსი უპირობოდ რა. ხო, ну გასაგებია თავისი ტრადიციით ფრანჩიზას. უფრო მოთამაშეებს გულშემატკივრობდი, მიყვარდა რა თქმა უნდა კობი ბრაიანტი, კევინ დურანტი ჩემი საყვარელი მოთამაშე და დირკ ნოვიცკი რა, ეს სამი იქნება. დიურანტი ნოვიცკი მაინც ამპლუიდან მივიდეთ მაინც all time ხუთეულზე რა და დავიწყოთ პოზიციების მიხედვით, გამთამაშებით რო დავიწყოთ სუბიექტურად შემიც გიყვარს. კი, მაგაზე მიფიქრია რა ხუთეულზე, ანუ ობიექტურად ვინც ამ პოზიციაზე ყველაზე მაგარია თუ ვინც მე მომწონს. ვინც შემიძლია ვინც მოგწონს თორე ვინც მაგ პოზიციებზე მაგარია, მაშინ ვინც არ უნდა სტუმარი მოვიდეს და ჩვენს ერდაიგივე ან მეჯიკი ან კარი ან მეჯიკი და ჯორდანი უეჭე, იქ უნდა ლებრონი ლებრონია. აი ერთადერთი არის ხო, ერთადერთია თამაშებელი მეჯიკი და სტეფ კარი და მაინც ოდნავ მეჯიკი არის და ცენტრი არის გემოვნების საკითხი. კარიმი შაქია მაინც იქ. ოლაუჯონ სიტყვი, კარიმ სიტყვი თუ შაქ სიტყვი. ხო, ну. ხო, აი უცებ ჩარტოს გავაკეთებ. ძირფასო გულშემატკივრებო, უბრალოდ ძირფასო ლებრონ ჯეიმსის გულშემატკივრებო. აუ, იმენა ხო. გავიგე. გაფასებ და თქვენს გემოვნებაში რა თქმა უნდა სუბიექტურად დავასახელოთ თეორიულად და ლებრონი რატო არ იყავთ. მაგრამ აი როგორც არ შეიყვარდეთ მოდი. ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვასახელებთ უფრო რაღაცნაირად ჩვენ ვიძგოთ და დავამატებ მათ გასახარად, რომ ჩემთვის გოუთი არის რა, ყველაზე. ხო, ბაზარი არა, აიქა, ანეგა გოუთიან ჯორდანი, ხო? შევდივარ ხოლმე, სადაც შეიძლება ჯორდანზე მაგლაც რაღაცები. ხო და აი კიდე რომ მე გამეორება და ყოველ გადაცემაში არ დამჭირდეს რა. ლებრონ ჯეიმსი არის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელებში მაიკლ ჯორდანთან ერთად მწვერვალზე. ხო, ну, ოდნა მაინ ჯორდანია ალბათ. ვისაც ლებრონი არ გაყავს. სხვა ამათთან ახლოს არ არის ხალხო. ანუ ესენი რომ ევერესტზე არიან მესამე და მეოთხე კალათბურთელი არის შხარაზე და ყინვარწვერზე. მაგ დებატებში რამდენჯერაც შევედი, ხო და აზრი არ სულდება ეგ დებატები. არ გვიწინოთ, მაგრამ ახლა ჩემი ხუთეული მე ვინც მევასება იმას ჩავწერდა ახლა მე ვერ შევიყვანე. ხო, იმას კი არ ვამბობ, რომ ეს იმას ჯობია თქო, ჩემი საყვარელი ხუთეული. საკალათბურთო სტილით, მანერით შეიძლება მე არ რაღაცა. მიყვარს ლებრონის თამაში პროსტა. ხო, დურანტი მირჩევნია, რო უყურებ. ფევას დაუბრუნოთ, აბა ის. კაი, დამთავრდა. ჩემს საყვარელს ვიტყვი კრის პოლი როგორც უკვე ვახსენე. კი ბატონო. თუ ნამდვილი პოინტ გარდი. კი, ორ ნომერზე კობი ბრაიანტი. კი ბატონო. თავისი მენტალიტეტით ყველაფრით. შრომის მოყვარეობით. მამბა. რიპ კობი. აი, ყველაზე. კევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი და ესეთი ანუ ნომინალური ცენტრი არ ყავს ამათ ფავორიდან, ნოვიცკის დავაყენოთ და ის ვითამაშოთ რა. Small ball. დაცვაში აგვიჭირდება. არა შეტევაში ვერად მაგარი. არ გაგიჭირდება. ანუ კრის პოლი ყველა საათამაში. ვიყავს დასოშია. ხო, მაგრამ კრის პოლი მაგარი ცოლი. ნოვიცკი ცოტა გაუჭირდება. კრის პოლი და კრის პოლი კობი მაგრამ კობი ბრაიანტი ხო ლებრონის და დურანტის კავშირი კავშირი. კაი გუნდი იქნება. ყველაფერში კაი გუნდი. როლი დაბომბავენ ყველაფერს. კი, აი ესა ფევას კი ბატონო. ხუთეული. აი, მოდი მაშინ თქვათ ბევრი ისინი რო არ გავაკეთოთ, რომ ან თუ გინდა დავასახელოთ საუკეთესო ქართველების ხუთეული, ან ყველა დროის ქართველების ეს ჯობია, ხო, რადგან საქართველოს ნაკრების წევრი ყავს უმრად, საინტერესო იქნება. ან ვიტყვი რომ ანუ ვიც მე მაშინ არ მინახავს. ვიცი რომ ეხა ქორქია საკანტელიძე და ხო, არ ოთარ ქორქი ყველაზე გამიგია ვიცი მათ მიიღწევ, მაგრამ მაგათი შეყვანა გამიჭირდება ვინც არ მინახავს. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მისაღებია უცხელი რო იყოს, ბატონო, ვინც მინახავს. კი ბატონო. არ ეწყინებათ ჩვენს დიდ ლეგენდებს. ყველა რა თქმა უნდა ოლიმპიადა აქვს ორ ქართველს მოგებული. კი ბატონო. კი ბატონო. კარგი, დავიწყოთ იგივე პრინციპით. ქართველი კალათბურთელები. ამ თამაშებელს ჩემი გუნდელიც იყო კლუბში და
ფულსთან ერთად რა ყოველი წუთი რაც გამიტარებია ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის ვარჯიშეც და მოედანზეც და მართლა მოუყვები ჩემს შვილებს რომ ამის გუნდელი ვიყავიო მართლა კი გაქვს მოსაყოლი სათამაშო IQ-ს ეს საკლუბო დონეზეც ჩემი გუნდელი იყო თუ ვიტყვი კი გიორგი ცინცაძე კი ბატონო ორ ნომერზე ალბათ ანუ ჩარმარკოვის შვილი უნდა იყოს კი დაცვაშიც გეთანხმები გენიალური მაგარი მცველი ეტალონი არის ნამდვილი სპორტსმენი კი რა თქმა უნდა 3-4 ხუთი ძალიან რთული ანუ იმდენ მაგარი მაღლები ყავს რომ მოდი ესე ვიტყვი სანდროს და გოგა კიდე თამაშობენ და კიდე თავის სათქმელს იტყვიან და რა თქმა უნდა ამ ხუთი შევლენ და არ ვიტყვი რა გოგები არიან ფოკო შერმო და ზაზა ალბათ რა და სამია ესე დავაყენებ თოკოს ორი კოშკით ითამაშა ხო გოგო მართლა ლეგენდები სან ანტონიო თამაშობდა ხო თოკო რა მართლა თოკო სამზე გამოწი ხო თოკოც კი სამი იყო სუთავიდან თოკო ის თავიდან გითხრათ თოკო იყო რაზიგროვი არა თავიდან არა გეუნები NBA-ში რომ მოხდა არა ბავშვი რო იყო გათამაშებლად ნაკრებში თავიდანვე და ყოველთვის 4 ნომერში სანიკიძე რო იყო ხო ეხა სანიკიძე რო არის თოკო იყო ნაკრებში მოვას ბოისას შემცვლელი სანიკიძე იყო 4 და თოკო იყო 3 არა ბრო არა სანიკიძე იყო სუფთა 3 და თოკო იყო სუფთა 2 ვიქტორა იყო ნაკრებში სულ ესე იყო არა რა უბრალოდ ბურთი მოქონდა პერიმეტრზე დგას უბრალოდ კომბინაცია იყო მე რომ ვიქტორა მიფრინავდა ფარზე არა კაცო ვიქტორა ატენიდა კლასიკური 3 ნომერი და თოკო სულ კლასიკური 4 იყო სიენაში 4 პროსტა NBA-ში რომ მივიდა NBA-ში მივიდა როგორც 3 ნომერი და NBA-ში 3 ნომერად თამაშობდა ბრუკლინშიც და ჩიკაგოშიც 3 ნომერზე იყო რა ხო თოკოს რაც ეხა მართლა ანუ ყველა პოზიციის თამაშეულია და ანუ თოკოს ბავშვობიდან ხო უყურებ და ბიჭებსაც ვეუბნებოდი შეკრებაზე რო ვარო ყოველ შეკრებაზე თავიდან რაღაც ისეს გააკეთებს რომ თავიდან ვოცდები რომ ანუ ხო გავოცდები რომ ეს თან ბოლოს პასის კულტურა რა დონეზე აიყვანა ტიპი სისტრაფე ექსპლოზივნესაც არის ამ სიმაღლის მოთამაშეს თან ათლეტურიაცა ან ათლეტია ყოველთვის მაოცებს რა რომ ახალ რაღაცაციაც გააკეთებს რომ კიდე ვაუ და ხასიათი მე ვფიქრობ და საბაძი მენტალობა ხასიათი გონია რომ ჩაოლებრად რომან ცოტა სხვანაირად როცა სულიყო რაღაცები NBA-ს კარიერასაც აიწყობდა ჩაოლებრივად და დღესაც აი ეს თოკოს როცა გავუშვე NBA-ში იქნება რატო ჩემი როგორც ვიცი ქონდა ოფცია რომ მისი გადაწყვეტილება იყო რომ უბრალოდ ევროლიგის მეფობა არჩია რაღაცნაირად და ლეგენდო საბაძი პიროვნება, კაპიტანი, მოთამაშე, ყველანაირად. ჩვენ აქ ყველა სტუმართან ეს თქვა პატა გურას პაულმას და ნუ ყველამ პრინციპში შევთანხმდით რომ თოკო არის 21 საუკუნის ალბათ საუკეთესო სპორტსმენი ერთ-ერთი მაინც ნუ ახლა ხო კალათბურთელი და სპორტსმენი ახლა აი ხვიჩა კვარაცხელია შემოდის ამ ორბიტაში და ამნაირ ხალხთან უწევს ესე ვთქვათ არა ნაკრებისთვის რასაც აკეთებს ხო რამდენჯერ მეორე დღეს ამას ეხა საღამო სტამბოლში ითამაშებს და დილას კოპენჰაგენში თქვენთან ერთად სხვა მაგალითია მგონი არც არის რისკავს რა ამით ხო თან ჯანმრთელობას შემდეგ კონტრაქტს რისკავს ანუ ფეხბურთის ესეთი ან კალათბურთში ესეთი ის მაგალითი ძალიან იშვიათია ყოველ შემთხვევაში არ დიდი მადლობა კაპიტანს ამ ყველაფრისთვის და მუსიკას წარმოადგენს შერმო ლეგენდა რაც ნაკრებისთვის გააკეთა შერმო არის საოცარი პიროვნება ნუ ზაზა ორგზის NBA ჩემპიონი უკვე ყველაფერი აკიდა ის ზაზა არის კაცი რომელსაც NBA-ის რამდენიმე წესი და რამდენიმე ის შეცვალა შეაცვლებინა All-Star-ის წესი ადამიანმა რა და რაღაც მოიგონეს მერე რომ იმათვა უნდა მიცეს ხმა ამათვა უნდა მიცეს ხმა და აურდაური იყო მეორეზე გამოსცილდა ამერიკայի აბა გიშტრიჩი ხო და ისეთი ხალხი კიდევ ვერ შევიდა ეხლა ხო ვიკა ხო რაბანა კამპანია მოისა სკოლებში ზაბაგებისა კიდე რომ ანუ ეს გუნდი რაც თვითონ ეხა Dream Team ერთადაც თამაშობდა ხო აი ოქროს და გიორგი ჩვენ წინა ასე ვთქვათ პატასთან გავაკეთეთ მაგაზე აქცენტი თაობა ანუ ერთი კალათბურთელი იბადება საკმაოდ ხშირად, ერთი კაცი გამოჩნდება, ერთი ნიჭი გამოჩნდება
მაგრამ თაობა ანუ 4-5 კაცი რომ მოდის რაღაცა თანატოლები ეს ქმნის ძალას და ეს ქმნის დინასტიას. ჩვენი ნაკრების ესე ვთქვათ წარმატებები აიგო ზუსტად იმ თაობაზე 86-იანების ბუ მანუჩარი ვიქტორი გამყრელა შერმო 2 წლით უმცროსია ესენი იყო ერთი გუნდი ერთად მოვიდნენ ჩათვალე ხუთეული მოვიდა საერთოდ ერთი ხუთეული ნუ დახვდათ ბოისა და ფაჩულია მერე წამოეწია შენგელი ანუ ამ თაობამ გაკაჩა დასავლეთ თაობა თორე ერთი კაცით შედეგს ვერ დადებ აი გარღვევას ვერ გააკეთებ თორე რაღაც კალათბურთს ერთ თამაში მოიგებ ორ თამაში მოიგებ გარღვევას ვერ გააკეთებ და აი ეხლა რამინდა იცი ისე ჩვენი ნაკრების თემას უბრუნდები თაობათა ცვლა არის ცოტა ისეთი გულის მომკულელი პროცესია შერმო რო წავიდა ახლა მე რაც უყურებ საქართველოს ნაკრებს შერმოს გარეშე ნაკრები 17-18 წელი თამაშობ კინეულია ყოველთვის ძნელია შეელიო ეხლა ახლა რო ხანდახან დავფიქრდები თოკო ბიჭო დავხედა 35 წლის ხდებადო რამდენი უნდა გაკაჩოს ეხლა თოკომ კაი 2 წელი 3 წელი მისი ათლეტიზმის მისი ხასიათით შეიძლება მაგრამ აი თოკოს მერე დუდაც პატარა ბიჭი არ არის ხო თაობათა ცვლის ტკივნეული პროცესი ახლაც მიდის უკვე რა მიდის ნაკრებში უკვე და კითხვა ისა თუმცა ამ პროცესში თაობათა ცვლის პროცესში დაიდო ყველაზე კაი შედეგი დიახას მაგრამ ჯერ მაინც არ არის თლად დაწყებული მაგრამ მოდი ჩვენ ვახსენეთ იქ ბავშვები მოდიან და მაგრამ აი მომავლის იმედი გვაქვს ნამდვილად და გვირდებით ჩვენს მაყურებელს მიმართავ რომ აი როდესაც გამოვალს ამ სუპერფინალების სიებსხელებიდან და ამ ამბებიდან ჩვენ აუცილებლად ნაკრებსაც რო ალბათ დავამთავრებთ და უფრო ისე თავისუფალ პერიოდებში განსაკუთრებით ძალიან დიდ დროს დავუთმობთ ნიჭიერი ტალანტების აღმოჩენას თქო ეხლა და ამ ხელ ამბიციურობას ვერ ვიწვი მაგრამ უკვე ასევე წარმოჩენა და წარდგენას თქვენ ხო ანუ ეხლა ხატიაშვილი და ბახტაძე რო არსებობს და ტოპ ტალანტები არიან ესენი ამოჩენილიც არიან და წარმოჩენილიც და ნუ ჩვენ შეიძლება კიდე რაღაც ისე ვისაუბროთ მათ შესახებ და მათი კარიერის შესახებ მაგრამ აი რო არ გაგიგიათ ისეთი ბიჭები ისეთი კალათბურთელები რომლებიც თამაშობენ ჩვენ საკალათბურთო სკოლებში და თქვენი ყურადღების მიღმა ან საზღვარგარეთ არიან ჩვენ ვეცდებით აუცილებლად რომ თვითონ მასალად შევაგროვოთ ანუ გადავიღოთ კიდე ამ ბიჭების თამაში და ეს რუბრიკების სახით მოგაწოდოთ გაჩვენოთ ვინ მოდის ასე ვთქვათ და ვისი იმედი უნდა გქონდეს ქართულ გულშემატკივარს პირველ რიგში ნაკრებისთვის რა თქმა უნდა და ზოგადად ყველა ქართულ კალათბურთელს გულშემატკივარს რა თქმა უნდა ეხლა ყველა ალბათ ვერ მოხდება ამ ბიჭებიდან ნაკრებში იმიტომ რომ 12 კაცია ნაკრებში სულ მაგრამ ამ ბიჭებიდან 2-3 შევსებას რო იყოს 2-3 ბიჭით ეგეც ძალიან მაგარი საქმეა დაემატება ახლა ჩვენი NBA-ის მოთამაშეები არ არიან ისეთ ასაკში კიდე დიდი ხანი ითამაშებენ ეს არის ჩვენი ხერხემალი და ასე ვთქვათ თავარია რომ ამ ხერხემალს კიდე ცოტა ხორცის შევასხათ ხო ამიტომაც ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი თემას იმედიანად არის რა თქმა უნდა ანდროდაგოგაც ჯერ რამდენი წელი 10 წელი კიდე პრაიმში არიან ეხლა შედიან პრაიმში თამაშებენ დარწმუნებული ვარ კიდე და ნაკრებსაც ყოველთვის გამოადგენს რთულია რომ იმ ეტაპზე ვერ ადგებიან აი როცა სეზონი თუმცა ის უნდა ივარგოთ თქვენ მაშინ და როცა იქნებიან გუნდის ხერხემალი რა თქმა უნდა ეს ორი ბიჭი იქნება და ესე ნაკრებზე რო საუბრობდით არ გვიხსენებია NBA-ის გარდა სტუდენტური კალათბურთის წარმომადგენლებიც ვერ გვეხმარებიან კვალიფიკაციის დროს და აღმოჩნდა რომ თურმე იქ აი მერკვილაძე რომ გადმოვიდა აქეთ აღმოჩნდა რომ თურმე ყოფილა რა აი ბიჭი რომელიც დიდი ხანია ვაგვირდებოდი და სულ მქონდა მაგის ის განცდა რომ მაგრად გამოგვადგებოდა ნაკრებში ძალიან კაი ბიჭია ეგრე ძალიან კაი სეზონებიც ჰქონდა NCAA-ში ამერიკაშიც და მებრძოლი ეს კარგად შეეწყო კი უპრობლემო მოხსნადეს მაგრამ არეყლობდა თამაშს ჯერ არ გაუმაზავს ურთი არც გამაზრდის როლა მაგარი მოკლედ მეგობრებო
კოლეგებო, კამერის აქეთ და იქეთ ყოფო საზოგადოებავ. წარმატებები უსურვოთ სან ანტონიოს ეხლა რომ ინტრიგა შეინარჩუნოს და კიდე უყუროთ კარგ კალათბურთს კიდე უყუროთ თორემ მე არა ვარ ესეთი გულამოსკვნილი დიდი გულშემატკივარი მაგრამ მინდა რა კიდე ერთი სამი თამაში კიდე ვნახო და ნახოთ სან ანტონიო და მედისონ სკვერ გარდენი იქეთ იყოს დალაგდებიან უჩვენოთ თავარი წარმატება უსურვოთ აი ამ ბიჭს და ჩვენს ნაკრებს სულ მალე რიგაში და მერე თბილისში უკრაინის და ესპანეთის ნაკრებებთან და ჩვენ მიჯრით მეორე მსოფლიოზე უნდა გავიდეთ. მადლობა და თქვენ გადაცემასაც წარმატებები. კი ბატონო. მეტ მაყურებელს იმსახურებად გეყოლებათ კიდე სარწმუნოებით. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებლებო, აი უსმინეთ. დაუჯერეთ ამ კაცს. ძალიან მაგარ კაცს და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ თქვენი ჩართულობა გაიზრდება, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ, დაწერეთ კომენტარები, გამოხატეთ თქვენი აზრი, ჩვენ მაქსიმალურად გიპასუხებთ გადაცემაში კომენტარების სახითაც. ლებრონის ვალაშიგებო, დიურანტის ვალაშიგებო, ყველას უნდა გავერთიანდეთ და კოლედარებო, ყველაფერი შეერთ. ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველა ვიფიქროთ ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაზე და რა ვიცი, რაც გვიყვარს, იმაზე ვიმუსაიფოთ ხოლმე. ჩვენ შევეცდებით ხარისხი გავზარდოთ ჩვენი პოდკასტის მრავალფეროვნება, თქვენც გაიზარდეთ თქვენი რაოდენობაც და ერთად გავიზარდოთ და ვემსახუროთ ქართულ კალათბურთს. მომავალ შეხვედრამდე. გაგზავნებათ.